ენერგეტიკული სასმელი არის შხამი. Ყოველ შემთხვევაში ეს დამოკიდებულებაა ხალხის გარკვეულ ნაწილში. მე ვარ კაკო, დოპამინის სამსე-კაცი, ამჯერად ბრენდ დოპამინის თანადამფუძნებელი და მინდა ძალიან სიღრმეებში ჩაგახედოთ რა ხდება ენერგეტიკული სასმელის მიღმა. ვიცი, ხა ბევრი რას ფიქრობთ, რომ იუთუბერმა შექმნა ენერგეტიკული სასმელი, რომელიც გამოიყენებს თავის ინფლუენსს, იშოვის მილიონებს და ესე ჩამოждდება და დაითვლის დოლარებს. ამის მიღმა რა პროცესია? საერთოდ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რატომ ქვია მაინც და მაინც დოპამინი? ამდენჯერ ვტესტეთ სხვადასხვა გემოების, სანამ ამ გემოზე მივიდოდით და რატომ მივედით ამ გემოზე? რატომ დავიწყეთ ჩაქრიანი ვერსიით და რატომ ვერ დავიწყეთ უშაქრო ვერსიით? თუნდაც ეს დიზაინი რამდენჯერ შევცვალეთ, სანამ აქამდე მოვიდოდა. სად ხდება რეცეპტის შექმნა, წარმოება, ჩამოსხმა? ყველა behind scenes ნელ-ნელა ეტაპობრივად გაგიზიარებთ. ყველა ედიშენზე ვიფიქრებთ იმაზე, რა გავაუმჯობესოთ, როგორ გავაუმჯობესოთ, როგორ გავხადოთ კიდევ უფრო ჯანსაღი. ასევე გეტყვით რა ბიუროკრატიები გვაქვს ბაზარზე, რამდენად რთულია ხანდახან მოლაპარაკებები იქ, სადაც ჯერ კიდევ 90-იანებია და ამ ყველაფერს ეტაპობრივად ამ page-ზე გაგიზიარებთ. მოკლედ, დაელოდეთ, გამოყევით და მადლობა მხარდაჭერისთვის.